გამარჯობა, მე სოფო ვარ და დღეს გავაკეთებთ ძალიან მარტივად მოსამზადებელ სტაფილოს და ვაშლის მინი მაფინებს. ილი, ბოსტნეული და ბურღულეული გამოვიძახე Herbia Delivery G-დან. Herbia Delivery G-ზე შეგიძლიათ შეიცნოთ უმაღლესი ხარისხის უგემრიელესი პროდუქცია. თან სიახლე აქვთ 50 ლარის შენაძენზე, უფასო მიწოდებით ისარგებლებ. მომიტანეს ძალიან სწრაფად ყველაფერი, ახლა კი შევუდგეთ მაფინების მომზადება. პირველ რიგში 100 გრამ ნიგოს ჭრით მსხვილად. შემდეგ ვასუფთავებთ კანისგან 250 გრამ სტაფილოს და 2 ცალ საშუალო ზომის ვაშლს. შემდეგ კი ვხეხავთ მსხვილ სახეხზე. ასევე დაგვჭირდება კვერცხი, შაქარი, ზეთი, ფუილი, სოდა, გამაფხვიერებელი, დარიჩინი, ვანილი და ლიმონის ცედრა. ასევე დაგჭირდებათ მაფინის ფორმა. მე ვიყენებ ერთ ზომას, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი. ვაფენთ ქაღალდის ფორმებს და დავიწყოთ ცომის მომზადება. ცალკე თასში ვათავსებთ ფქვილს, შაქარს, გამაფხვიერებელს, სოდას, ვანილს, დარიჩინს და ნიგოს. კარგად ვურავთ და ვდგამთ ცალკე. მეორე თასში ვათავსებთ კვერცხს, ვთქვებთ ხელის სათქვებით, ვამატებთ ზეთს, ისე ვურავთ ერთგვაროვნებამდე, ბოლოს კი ვამატებთ გახეხილ ვაშლს და სტაფილოს. როდესაც მასა გაერთიანდება, ვიწყებთ სველი და მშრალი ინგრედიენტების გაერთიანებას. ხელის სათქვებით კარგად ვურავთ, მანამ სანამ ფქვილის მასა ბოლომდე არ გაიხსნება კვერცხის და ზეთის მასაში. ვამატებთ ნახევარი ლიმონის ცედრას, ესე უნდა გამოიყურებოდეს მაფინების ცომი. დავიწყოთ ცომის ფორმაში გადატანა. მე მირჩევნია საკონდიტრო ტომრის დახმარებით, შეგიძლიათ ასევე კოვზით გადაანაწილოთ ცომი ფორმებში. თანაბრად ვანაწილებთ და აუცილებლად ვუტოვებთ ცოტა ადგილს. ბოლოს კი ვდგავთ გამოსაცხობად 180 გრადუსზე. ამ ზომის მაფინებზე მე დამჭირდა 12 წუთი ცხობა. გამოღებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ჩხირით. ვიმეორებთ პროცესს, მანამ სანამ ცომი არ გათავდება. ამ პორციით გამომივიდა 64 ცალი მინი მაფინი. ესე საოცრად გამოიყურება ჩვენი მაფინები. ამ ზომის მაფინები იდეალურია წასახემსებლად. მე ხშირად ვატან ხოლმე ბავშვებს ექსკურსიაზე სეირნობის დროს. გემრიელად მიირთვით.